გამარჯობა. ეხლა წავიკითხე ძალიან ბევრი მიმოხილვა, კომენტარი და სტატუსი. ინტერნეტში ყველა მხრიდან, აქედან, იქიდან, ჩვენი დე-ფაქტო მთავრობის მომხრეებიდან, ასევე პროტესტის მონაწილეებიდან, ოპოზიციის მომხრეებიდან, მაცივართან დაკავშირებით. ციხიდან გამოსულ პოლიტპატიმრებთან და მათ მაცივართან დაკავშირებით იმ სცენასთან მიმართებაში, რომელიც ახლახანს ვიხილეთ. როდესაც სულ ახალგაზრდა პოლიტპატიმარს, რომელმაც სულ ტყუილა გაატარა ციხეში, თითქმის 2 წელი, ციხიდან გამოვიდა და თან მაცივარი გამოიტანა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ლაივი სწორედ ჩემს სასიქადულო მაცივართან და მაცივრის ფონზე ჩავწერო. მაცივარი ვინმეს რაიმე სასაცილო ამბავი მართლა არ ეგონოს. გასართობი ამბავი არ ეგონოს. ვისაც მაცივრის სახში წაღება სასაცილო ჰგონია, მას არ ესმის საცხოვრობს. მას არ ესმის ვინ ცხოვრობს მის გარშემო. მეგობრებო, საქართველოში მაცივრის ქონა რეალურად ფუფუნების ამბავია. რომ დაინტერესდეთ, რეკორდული მაჩვენებლები ადამიანებისა იღებენ სოციალურ შემწეობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებს 39% მეტი, ვიდრე მანამდე. დაახლოებით 700,000 ადამიანი, 128,000 ოჯახი საქართველოში იღებს შემწეობას. 128,000 ოჯახი წელს და ეს უფრო მეტია და რეკორდულია ვიდრე წინა წელს და იმის წინა წელს. საქართველოს მოსახლეობა ღარიბდება. და იცით რა არის? მთავარი ნიშანი. ერთ-ერთი ნიშანი სოციალური შემწეობის მიღების. მაცივრის არ ქონა. ხალხნო, საქართველოში 700,000 ადამიანს, 128,000 ოჯახს მაცივარი არ აქვს. თქვენს გარშემო 9 მილიონზე მეტ ადამიანს ნიშთვის მაცივარი ხელმიუწვდომელია და ფუფუნების საგანია. ჩვენ, ვინც დღეს სოციალურ ქსელებს უყურებთ ჩვენი ტელეფონებით და გვაქვს შუქი, გვაქვს გათბობა, გვაქვს მაცივარი, გვაქვს ტელევიზორი და გვაქვს მანქანა, ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საქართველოში რეალურად ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, ვისაც მაცივარი ხელმიუწვდომელია. სახში მაცივრის წაღება სასაცილო ამბავი არ არის. შეიძლება ეს გამოიყურებოდა ისე და ისე ზუსტადაც კარგად იყო ხელოვნურად იყო დადგმული პროპაგანდის მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ პროპაგანდა ძლიერია იმაში, რომ სწორედ ასეთ სცენებს დგავს, რომ ადამიანი, რომელსაც გაუხარდა სახში წასვლა, ტყუილა იჯდა 40 ლარიანი ნივთის დაზიანებისთვის, წელი გაატარა, 2 წელი გაატარა ციხეში, ადვოკატმა მოატყუა, იქიდან გამოვიდა, ახლობლებს ჩაეხუტა და ეს სცენა ისე დადგა პროპაგანდამ, რომ ეს სხვა რამეზე დაიწყო კილიკი. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო პროპაგანდას ვებრძვით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ხალხნო, რომ ეს ადამიანები, ვინც არც პოლიტიკოსები არიან, არც პიარები ყავთ, ეს ხალხი უნდა დავიცვათ, ჩვენი თანამებრძოლები, რჩევებით აუცილებლად უნდა დავიცვათ, რომ აი ესეთ ხახაში პროპაგანდის დადგმულ ხაფანგში არ მოხვდნენ და არც ის დაგვავიწყდეს, ხალხნო, რომ როდესაც ებრძვი ურჩხულად არ უნდა გადაიქცე. ეს ძალიან ცნობილი გამოთქმაა. ის ბრძოლა და მიუღებლობა ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლებისა მე პირადად იმიტომ მაქვს, რომ სულ სხვანაირი ფასეულობებით მინდა მართო ეს ქვეყანა. არა დაცინვით, არა გათელვით, არა კილიკით, არა გაუცხოებით, არამედ ქრისტიანური, ადამიანური ფასეულობებით. სადაც არ დამავიწყდება, რომ ჩემი თანამოქალაქეებს შორის ყოველ მეოთხეს
ყოველ მეოთხეს რეალურად სახში შეიძლება ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთი არ კონდეს ის რაც მე დღეს ჩვეულებრივ ყოფით საგნად მიმაჩნია. აგერ არის ჩემი 10 წლის მაცივარი. ამიტომ ჩავწერე მასთან ეს გამოსვლა. არ დაგვავიწყდეს ეს ამბავი, თანადგომა, მხარში დგომა იმ ადამიანებს, ვინც მათ გასწია ეს უსერიოზულესი ბრძოლა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.